საქართველოს ფოსტაში სახელმწიფო სტრატეგიულ კომპანიაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა და განახდა პარტნიორული ქსელი და დაინერგა ციფრული სისტემები. თვით იყო განპირობებული ცვლილებები, რა შედეგები და გეგმები აქვს კომპანიას. საქართველოს პოსტის გენერალურ დირექტორთან გიორგი ერაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებელს რომ უთხრათ იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, რაც მიხვედით, პოსტაში განახორციელეთ და რას მოიცავს ძირითადად ეს რეფორმები, რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი და მე უკვე ვისაუბროთ თვითონ ამ რეფორმის შედეგებზე და გავლენაზე მთლიანობაში იმ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტთან, რასაც მომხმარებელი ქვია, ყველა ის, ვინც საქართველოს პოსტით სარგებლობთ, ან ერთხელ მაინც გვისარგებლია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით ჩვენი გუნდის წევრებს და საქართველოს პოსტის მომხმარებლებს. როგორც თქვენთან პირველად ვიზიტზე აღვნიშნე საქართველოს პოსტის ჩვენი მიზანია საქართველოს პოსტა გავხადოთ თანამედროვე ტექნოლოგიურად განვითარებული და მომხმარებელზე ორიენტირებულ ორგანიზაციას. წინა ხელმძღვანელობების პირობებში რა რეფორმებიც ხორციელდებოდა, თუნდაც ავტომატიზირება პროცესების დახარისხების კუთხით ჩვენ უკვე დავნერგეთ და წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი. ამასთან ერთად მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ შევქმნით ახალი შემოსავლის წყაროები, დაუბრუნეთ ფუნქციონალი ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, გავაფორმეთ რამდენიმე კონტრაქტი კომპანიებთან, მივიღეთ უკვე ტვირთები და დავიწყეთ გადამუშავება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პოსტა თითოეული ჩვენგანისთვის, ხო, როგორც მომხმარებლებისთვის არის იმ ამანათების მიღება, რომელიც ხელიდან ხელში, რომლისკენაც მიდის დღეს მთლიანად საქართველოში მომუშავე, ამ მიმართულებით მომუშავე ყველა კომპანია, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ უხარვეზოდ დაჩქარებულ პერიოდში მიიღოს მომხმარებელმა ესა თუ ის ტვირთი, ხო? საინტერესო ამ მიმართულებით თქვენ გააფორმეთ ახალი ხელშეკრულების საერთაშორისო პარტნიორებთან ელექტრონული კომერციის კუთხით და რა ხელშეკრულებებზეა საუბარი, რა ცვლილებები და რას შეცვლის ეს ჩვენთვის მომხმარებლისთვის? დიახ, ელექტრონული კომერცია საკმაოდ პოპულარულია დღეს საქართველოში. ჩემი მოსვლიდან 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელშეკრულებაზე მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად საქართველოს პოსტის ინტერესები დავიცავით, გავაფორმეთ საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმებთან ხელშეკრულება. მიმდინარე კვირაში უკვე მივიღეთ ტვირთები, რას გვაძლევს ეს? ეს გვაძლევს სატრანზიტო ვადის შემცირების შესაძლებლობას. ჩვენ ვახორციელებთ უკვე ჩვენს საჰაერო ტერმინალში აღნიშნული ამონათების მიღებას, დახარისხებას და ვადაზე ადრე ჩაბარებასაც კი ვპირდებით მომხმარებლებს. რომელ ქვეყნებთან გაფორმდა ეს ხელშეკრულება? ანუ რომელი ქვეყნებიდან ვიღებთ დღეს რეალურად თუ დაუშვათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ანუ ეს ახალი ხელშეკრულება მთელი მსოფლიოს მასშტაბს მოიცავს თუ დაუშვათ რომელიმე კონკრეტული ქვეყნებიდან და კონკრეტული მიმართულებებიდან? დიახ, ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ პოპულარული მიმართულებები ჩინეთიდან არის, თუმცა ევროპის მასშტაბითაც და საერთაშორისო მასშტაბითაც ჩვენ ვიღებთ ამანათებს, ვამუშავებთ და ვაკეთებთ მიწოდებას მომხმარებლებამდე და მომავალი წლიდან კიდევ უფრო ახალი პროექტები გველოდება ამასთან დაკავშირებითაც შემდგომ შეხვედრაზე ალბათ გავაკეთებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ფინანსური გამჭვირვალობის თემა. ამ მიმართულებით რა შეიცვალა საქართველოს პოსტაში და დაუშვათ ეს ცვლილებები და ის რეფორმები, რომელიც დაგეგმეთ და ახორციელებთ, რეალურად რას ცვლის საქართველოს პოსტისთვის, როგორც ბიზნეს სუბიექტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სახელმწიფო კომპანია, თვითონ თავისი სტრუქტურით არის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეალურად კონკურენციაში შედის, მათ შორის ელექტრონული კომერციის, ანუ ეგრეთ წოდებული ჩამომტანი კომპანიების თან მიმართებაში და შესაბამისად ამ ნაწილში საკმაოდ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგიხდათ. რა ცვლილებებია ამ ნაწილში? ზოგადად ბიზნეს პროცესების მართვისთვის აუცილებელია დავგეგმოთ და გავაციფრულოთ პროგრამები და ეს ჩემთვის პრიორიტეტი იყო. დავნერგეთ ისეთი პლატფორმა, სადაც საოპერაციო მოგება გამჭვირვალე გახდა, რაც უკვე გაურკვევლობას საერთოდ ამცირებს, რაც აძლიერებს პასუხისგებლობას და ზრდის მენეჯმენტის გადაწყვეტილების სისწრაფეს. ეს იყო მთავარი მიზანი ამ პლატფორმის შექმნისთვის და არა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობა, არამედ ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვაც, რაც ინფორმაციის მიმოცვლისთვის აუცილებელი არის. კი ბატონო, კიდევ ერთ თემა ეს არის სახმელეთო ტერმინალსა და ევროპულ მიმართულებებში არსებული სურათი. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ამ ნაწილში. რით არის განპირობებული ეს შედეგები და დაუშვათ ამ მიმართულებით რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?
სხვათა შორის მინდა გულწრფელად გიპასუხოთ, რომ წინა საახალწლო პერიოდი მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთბრუნვას, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დავამატეთ დამატებითი რეისები და ხაზი მინდა გაუსვა იმ პრიორიტეტებს, რაც ამ კუთხით გაგვაჩნია და ეს არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს და არარეზიდენტსაც მათ შორის შეუძლია შესაძლებლობა გააჩნია საქართველოს 80-მდე ფილიალში მიიტანოს თავისი გზავნილი ან პირადი გზავნილი და გააგზავნოს ევროპის მიმართულებით. საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და ასე შემდეგ. სატრანზიტო ვადა საკმაოდ შემცირებულია 3-დან 7 სამუშაო დღემდე შეუძლია ადრესატმა მიიღოს და რაც მთავარია არის საკმაოდ დაბალი ტარიფი, მაგალითად 1 კილოგრამის გაგზავნა თბილისიდან ათენის მიმართულებით სურაღას 7 ლარად. აქ კონკურენციის გაწევა კომპანიების რომელთაც გიწევთ მათთან მიმართებაში ტარიფი როგორია და რამდენად კონკურენტულად გამოიყურება საქართველოს პოსტა ყველა იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც ამ სეგმენტში საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე პირდაპირ ვარ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და ხარისხზე, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის დროული მიღება, ტრეკინგის სისტემა, რომელიც გაგვაჩნია და შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს გზავნილს და დროული მიწოდება ადრესატამდე. ტარიფს რაც შეეხება, ტარიფი საკმაოდ დაბალი გვაქვს, მე შემიძლია ეს აღვნიშნო, იმიტომ რომ წეგან ასე ვთქვი, რომ 1 კილოგრამის 7 ლარამდე შეგიძლიათ, 7 ლარამდე არის ღირებულება გაგზავნა ათენის მიმართულებით, მაშინ როდესაც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არსებული შიდა საკურიერო კომპანიებს 7 ლარზე მეტიც კი აქვთ თბილისიდან მაგალითად რეგიონში მიწოდებას, ხო? დიახ. ეს არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტარიფი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ჩვენ კონცენტრირდებით იმაზე, რომ დროული მიწოდება განვახორციელოთ. კი ბატონო, კარგ ნაწილს შეეხეთ რეგიონებში მიტანა. განსაკუთრებით ეს თემა აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, როდესაც მაღალმთიან რეგიონში არის ესა თუ ის ნივთი გასაგზავნი ან მისაღები. ყოველთვის მომხმარებელს აქვს ხოლმე ეს კითხვა, რამდენად რეალურად მივიღებ. ამ მიმართულებით საქართველოს პოსტა ალბათ ყველაზე მოქნილი უნდა იყოთ. რამდენად რეალურად გამოგდით ეს მოქნილობა? დიახ, ჩვენ ნამდვილად ვართ მოქნილები, ჩვენ პრაქტიკულად მაღალმთიან რაიონებშიც და ყველა ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამათ შემიძლია თქვათ, რომ ფარავთ, ხო? დიახ, გვაქვს სერვის ცენტრი და ყოველდღიური რეისები გაგვაჩნია და შესაბამისად დიახ, მიწოდებაც კი ბატონო. 2026 წელსთან დაკავშირებით გეგმებზეც რო ვისაუბროთ, ჩინეთი თქვენ თვითონაც ახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. თუმცა მათ შორის ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძალიან აქტიურებულია ბოლო პერიოდში იგივე ამერიკიდან გამოწერები და შემდგომ. მთლიანობაში ამ მიმართულებით რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი ან ერთი მიმართულებიდან ან მეორე მიმართულებიდან? მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა პროდუქტების დანერგვა, ერთ-ერთი არის ჩინეთი ახსენეთ და ჩინეთის მიმართულება. დღეს მდგომარეობით საქართველოს პოსტა არ სთავაზობს, არ გაგვაჩნია ასეთი პროდუქტი, თუმცა ჩვენ ვნერგავთ საჰაერო გადაზიდვებს, სახმელეთოს, სარკინიგზოს და საზღვაო გადაზიდვებს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი. დიახ, ეს იქნება ერთ-ერთი კი ბატონო. და მთავარი გამოწვევები, აი რა ტიპის გამოწვევებია, რომელსაც დღეს ვაწყდებით, უშუალოდ საქმიანობისას და მათ შორის ის რეფორმები, რომელიცაც მე და თქვენ ჩვენი საუბრის დასაწყისში ვისაუბრეთ, რამდენად რეალურად ხელი შემწყობია იმ კუთხით, რომ დავშვათ ეს გამოწვევები იყოს დაცლეული? ამ ეტაპზე გამოწვევები, რომელსაც მე ვხედავ, ეს არის ინფრასტრუქტურული განვითარება. რაც შეეხება სხვას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბდება. და ამისთვის რა ნაბიჯებს დგამთ და რა ნაბიჯებია გადასადგმელი დამასწარით. ჰაბის თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ხო და მე სექტორი არ ვიცი, რომელსაც არ აქვს ამ მიმართულებით ამბიცია, მაგრამ რამდენად რეალურად შეგვიძლია ეს მეორე ნაწილია. ამიტომ საინტერესოა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალურად ამ სეგმენტში ვიყოთ რეგიონალური ჰაბი. პრაქტიკულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს პატარ-პატარა ნაბიჯები ამ კუთხით. წეგან ვახსენეთ საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები ევროპის მიმართულებით და ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენ მეზობელ
მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობა და შევთავაზოთ, გამოიყენონ თუნდაც ეს მიმართულება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სახმელეთო ტერმინალში შესაძლებელია მტვირთების გადამუშავება. რაც შეეხება საჰაერო კუთხით, ჩვენ უკვე მუშაობთ აქტიურად ამ კუთხით, რომ ტვირთბრუნვა, ტვირთი მივიღოთ საჰაერო ტერმინალში, ხოლო აქედან უკვე გამოვიყენოთ საქართველოს და გადავაგზავნოთ მეზობელ ქვეყნებთან. ამის შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენ ამას მალე დავიწყებთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ გეოგრაფიულ არეალში არის თურქეთი, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ამ ნაწილში სახელმწიფოა, აი ამ კუთხით რაიმე სირთულეს ველოდებით თუ არა აბსოლუტურად სუფთა კონკურენციის კუთხით. დიახ, არა, ნამდვილად არ ველოდებით სირთულეს, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად უფრო უმოკლესი გზები გაგვაჩნია ამ შემთხვევაში დაკავშირება მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა დანარჩენ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახმელეთო გზით დაკავშირება, არამედ საჰაერო გზითაც რისი დიდი რესურსი გვაქვს და კონკურენტუნარიანი ვიქნებით ფასების კუთხით. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს სულ მაქვს ხოლმე ესეთი კითხვა და ძალიან ბევრი მიფიქრია, რომ რეალურად საქართველოს პოსტა როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკას გულისხმობს ბუნებრივია. რა სარგებელი მოაქვს ამჟამად და რა სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოს პოსტას როგორც ერთ ძალიან მსხვილ სახელმწიფო საწარმოს რეალურად საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში. საქართველოს პოსტა გახდება მთავარი ხიდი ეკონომიკური კუთხით და პარტნიორებთან თანამშრომლობა ბიზნესთან და მომხმარებლებთან უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი მათთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და საქართველოს პოსტის თანამშრომლებსაც.